Ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად კაფე-ბარების მფლობელებმა მაგიდები ქვეითად მოსიარულეთა სავალ ნაწილზე გაიტანეს. რის უფლებასაც მათ მერია აძლევს, თუმცა მათ გარკვეული ნორმები უნდა დაიცვან. წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ. ქუჩის განაპირას სავალ ნაწილზე განთავსებული მაგიდები და მზისგან დამცავი ქოლგები რამდენიმე წელია ბათუმის სავიზიტო ბარათად იქცა. სკამები და მაგიდები რესტორნებისა თუ კაფე-ბარების წინ ზაფხულის მოახლოებისთანავე განალაგეს. ამის უფლება მეწარმეებს საკრებულოს დადგენილებით აქვთ მინიჭებული. ნებართვის საფუძველზე გვაქვს გამოტანილი ეს მაგიდები და სკამები და ზუსტად ვაკმაყოფილებთ იმ ნორმებს, რასაც მერია ითხოვს ჩვენგან. გუშინ იყვნენ, შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვართ სტანდარტებში ზუსტად. ძველ ბათუმში, სადაც ქუჩების სივიწროვის გამო ტრანსპორტით შეფერხებით მუშაობს, ტროტუარებზე გამოტანილი მაგიდები თავისუფალ გადაადგილებაში ხელს ქვეითად მოსიარულეებსაც უშლის. ამ ადგილას მოქალაქეებს ფეხით გავლის დროსაც გარკვეული ბარიერის გადალახვა უწევთ. ნორმები თავიდან იქნა და როგორი როცა ეს ახალი ქუჩები გავიდა. ტროტუარები ნამეტარი გაფართოვდა, ქუჩები დავიწროვდა. ეხლა ვიწრო ქუჩებს დაემატა ის, რომ ამ ბარებმა ჩაკეტა გასასვლელები, ხო და პრაქტიკულად ფეხით მოსიარულეს არ აქვს საშუალება, რომ ნორმალურად გადაადგილდეს. ტროტუარზე მაგიდების განთავსების ნებართვის გაცემისას ქალაქის მერია ობიექტის მეპატრონეს გარკვეული სტანდარტების დაცვას ავალდებულებს. დაუშვებელია ნივთის განთავსება ბორდიურიდან 75 სანტიმეტრის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციები გატარდება. სადაც ნებართვა გაცემული არ არის, იქ ყველგან აიგრძალება ესეთი სახის, თქვათ, ქოლგები იქნება თუ სკამები იქნება თუ მაგიდები იქნება. საზაფხულო მსუბუქი კონსტრუქციები სადაც არის გაკეთებული, იქ ვალდებულებაც კი ჩაუდეთ, რომ შუა ნაწილშიც კი გაიაროს, თქვათ, ფეხით მოსიარული ნებისმიერმა ეს იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე. ტროტუარის მთლიანად ჩაკვეთა დაუშვებელია. კანონის დარღვევის ფაქტები ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს ჯერ არ გამოუვლენია. ბათუმის მერია აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ობიექტებზე კონტროლს გაამკაცრებენ.